კიბერუსაფრთხოების კომპანია Checkpoint-ის მიერ სამშაბათს 15 აპრილს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Cozy Bear-მა კიბერშეტევის ახალი ტალღა წამოიწყო და მიზანში ამოიღო ევროპული დიპლომატიური უწყებების ელექტრონული ფოსტები და სადაც დიპლომატებს ეგზავნებოდათ ლინკების სახელად ღვინის დეგუსტაციების ღონისძიებები, დიპლომატიური ვახშამი და სხვა მსგავსი სათაურები და ეს ელექტრონული პოსტები შეიცავდა მავნე პროგრამულ კოდს, რომლის ჩამოტვირთვის შემთხვევაშიც რუს ჰაკერებს უკვე წვდომა ექნებოდათ ევროპელი დიპლომატების კომპიუტერებში არსებულ მონაცემებზე და Cozy Bear-ი ეს ჰაკერული დაჯგუფება არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაჯგუფება და ასევე დასავლური დაზვერვის ცნობით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს უკავშირდება. სწორედ ეს ჯგუფი ასოცირდება 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინ დემოკრატიულ ეროვნულ კომიტეტზე კიბერშეტევის განხორციელებას და ამ კამპანიის ფარგლებში ჰაკერები თავს წარმოაჩენდნენ, ისე თითქოს ისინი ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებიდან იყვნენ და მათგან აგზავნიდნენ ყალბმოწვევებს და სამიზნეებად ძირითადად ჰყავდათ ამოღებული საგარეო საქმეთა სამინისტროები და საელჩოები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში იყვნენ და ლინკის გახსნის შემდეგ დიპლომატების კომპიუტერში ჩამოიტვირთებოდა ეს მავნე პროგრამული კოდი და სწორედ შემდეგ უკვე მათ პირად მონაცემებზე ჰქონდათ წვდომა რუს ჰაკერებს და კიბერუსაფრთხოების კომპანია Checkpoint-ი ამ კამპანიის ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისიდან აკვირდება და კომპანიის მკვლევარმა სერგეი შიკევიჩმა უარი თქვა იმ საგარეო საქმეთა სამინისტროების დასახელებაზე, თუ რომლებზეც იყო თავდასხმები განხორციელებული, თუმცა მან განაცხადა, რომ ეს არის ევროკავშირის ყველაზე დიდი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები და თუმცა ასევე აღნიშნული არის ისიც, რომ უცნობი არის რამდენად წარმატებული იყო ეს კიბერშეტევები და რამდენად წარმატებული იყო მათი ჩანაფიქრი, თუმცა როგორც ამ ორგანიზაციის და კომპანიის Checkpoint-ის მკვლევარი აცხადებს, თავად ღვინის როგორც სატყუარას იდეა საკმაოდ კარგი იდეა იყო და ლინკების გაგზავნით საშუალებით შეეძლოთ მათ რომ გაიგოთ პირადი ინფორმაცია ნებისმიერ ევროპელ დიპლომატზე და ასევე განაცხადეს ისიც, რომ კიბერშეტევის სამიზნედ არა მხოლოდ ევროპელი დიპლომატები, არამედ დიპლომატები ახლო აღმოსავლეთიდანაც აღმოჩნდნენ.